30 ადგილიან სასამართლო სტომათა დარბაზში 10 სუსის თანამშრომელი იჯდა, ანუ წინა რიგებში. გეგონებათ ათუკერგიდაძე ძალიან თანაკლასელები იყვნენ, ან პარალელური კლასელები. ხო, პირველი რიგი ხო დაკავებული. ჩვენ გავიარეთ ხახტო ძალიან გრძელი და ძალიან მძიმე გზა. დღემდე. ახლა ჩვენ დავშა ძალიან მოკლე მძიმე გზა. კიდევ ვიმეორ, ჩვენ გავიარეთ გრძელი მძიმე გზა, მაგრამ დავჭამ მოკლე მძიმე გზა. ეხლა ყველანი ვართ კანონმორჩილი ხალხი და ყველანი ვამბობდით და ვიტყვით, ჩვენ აუცილებლად დავემორჩილებით პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას. მაგრამ პოლიციელის უკანონო მოთხოვნას არც დავემორჩილებოდით, არც დავემორჩილებით შემდგომში, ხო? ეხლა როდესაც უკანონოდ აგვიკვეთეთ ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი კონსტიტუციური უფლება თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა არ მოგვცეს და ამას ვერაფრით ვერ ამტკიცებენ. ერთი პარატინა ქაღალდის კი არა. უბრალოდ ყვეს რომ არ მინდა რომ წახვიდი აქ. და არ წახვალ. და ყასიდად ამბობენ რომ თითქოს წადი ხა საიდანაც გვიშენი იქაც სახერგილი ხონდათ, ხო? ბრძოლარი ხა დატო კირკიტაძე ჩვენი მეგობარი თანამებრძოლი რომელმაც ორჯერ მოუგო ბიძინა ივანიშვილ ოლიგარქს რუსთაველებთან ერთად ორჯერ მოუგო ისე რომ შეაზანზარა მთელი ქართული ოცნება და იმდენად შეაზანზარა რომ რუსთავის მერის მოხსნასაც კი აპირებენ ხო ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე ეს ჩვენ ვიცოდით მოდით რა ვთქვათ რა არ იქნებოდა იავარდებით მოფენილი ხო ყველაზე შეიძლება დროებით რომელიღაცას დაუვარდეს დროშა მაგრამ გაცილებით ბევრი ვართ ვიდრე მათ წარმოუდგენიათ გაცილებით ბევრი ვართ რა ეხა რაც ეხა მე აქ ვიხილე ეს არის კლასიკური პოლიციური სახელმწიფო ხახტო ბელორუსია, რუსეთი, არ ვიცი რომელი ერთი კუბაში ჭირდებათ, უბრალოდ ნებართვა ჭირდება კუბაში, რომ ხრა ამოიღო. ეხლა ხელისუფლებამ ნახე ჩათვალა და მისი გადმოსახედიდან ერთადერთ სწორ სცენარს არჩევს და ავითარებს და რა არის ეს ერთი სწორი მისი გადმოსახედიდან. ქვეყანაში სადაც ყოველი მესამე პენსიონერი ხალხო ვალით იკვებება. გულისხმობ წინსწრებათ აქვს პენსია გამოტანილი. რამდენი 1000 პენსიონერია შევზიგართ 700.000 ხო? ქვეყანაში სადაც ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს. ქვეყანაში სადაც ყოველი მესამე ოჯახი კომუნალურ გადასახადებს ვალით იხდის. ქვეყნიდან საიდანაც გარბიან მასიურად დედები, მშობლები, მამების, მათ შორის ტოვებენ აქ სხვა ოჯახის წევრებს და იქნებ $200-300 თვის განმავლობაში გამოუგზავნონ, რომ შიმშილით არ ამოიხოცონ, ხო, თავკუთარი ოჯახის წევრებს. ეს არის უკვე ნორმა ამ ქვეყანაში ოლიგარქის უკანასკნელი 6 წლიანი მმართველობის პირობებში. სადაც მედიკამენტები არის გაძვირებული მის მმართველობაში 20%, აშენაშენ. კორუფცია ყვავის აი ეს მაგარი ვითომ პოლიციელები, დანაშავეები რომლებიც არიან, ფორმებში ჩასმულები, ნაწილი მათგანი თო რიგით პოლიციელებთან ჩვენ საქმე ნამდვილად არ აქვს. მართლაც ეხლა ვუყურებდი და განცდა მეუფლებოდა, თუ ესეთი მაგრები ხართ, კრიმინალს ებრძოლეთ, ხო? იმას კაი არ გეუბნები, რომ წადი და ოკუპად შეებრძოლა. კრიმინალს ებრძოლე. იარაღით ოდადის ყოველი მესამე ეხლა თბილისში და ყველგან. აი ეს ყველაფერი იცის ოლიგარქმა და გადაწყვიტა, რომ ერთადერთი სცენარი, რომელიც მე შეიძლება გამომადგეს არის ოპოზიციის გასრისვა, გაჟღლეთვა ოპოზიციის გაუდაბლოება პოლიტიკური ოპოზიციური ველის, რომ იაროს ამ გაუდაბლოებულ პოლიტიკურ ველზე და კაცი შვილი პასუხის გამცემი არ იყოს, მაგრამ დააგვიანდათ 2018 წელია კალენდარზე, ხახტო. შეუძლებელია ღირსმოთ გადავახდეთ 10 წლის იქით როგორ გადავინახავთ რეტროსპექტივაში დღევანდელ ვითარებას. ნებისმიერ პერიოდში ისტორიულად საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი ქმნიდა ამის. საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა და მე იყოლიებდნენ სხვებს. 89 წლის 9 აპრილიც ასეთი იყო, ხახტო. მაშინ არ დგარა მთელი საქართველო, ხო? და შემდეგ პოლიტიკური პროცესები როდესაც ვითარდებოდა. ჩვენზე აი აქ ვინც ვართ და ძალიან ბევრი ვართ ის ადამიანები, ვინც აქტიურად ვართ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და უბრალოდ გვინდა უკეთესი ხვალინდელი საქართველო, ხო? ჩვენზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, ხო? ბევრი დრო არ უნდა მივცეთ ამ ხელისუფლებას მარტივი მიზეზის გამო. ვინაიდან
ამათმა თუ ბიცასთან გაასწორეს ყველაფერი და ამოშანთეს სახელმწიფოებრივი საფუძვლები, მე გით გაუშვი ხელისუფლებიდან და გით ჩამოვარდი მართლმსადავეები. მაგრამ ერთი რამ ნამდვილად უნდა თქვა და ამას მუქარაში არ ჩამithვლით ალბათ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კრიმინალი გახარია აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. ეს არის გისების საკითხი. კრიმინალი გახარია აუცილებლად აღმოჩნდება გისოსებს მიღმა. პოლიციელი შეურაცხო ხახნო და პოლიციელმა რომ უხთავლის თავზე ტომარა ჩამოვაცვა. მაშინ ვინ შეურაცხო ვინ? პოლიციელმა ჩამოვაცვა თავზე ტომარა და ისე გადააგდეს სხვა ქვეყანაში და ეხა საპატიმროში არის. ამიტომ კიდევ ერთხელ ითის დავიწყე იმას ვიტყვი. კანონიერ მოთხოვნას ვემორჩილებით, მაგრამ უკანონო მოთხოვნას პოლიციისას არ დავემორჩილებით. არ დავემორჩილებით. ჩვენ ვიცით ხო ეხა ცხოვრობთ ეხა გურჯაანში, ეხა გუშინ მთელი დღე აღვიყავით და დავდიოდით და მოქალაქეები გაწყობით ხო ხვდებით, როდესაც ოპოზიციას ასე ეგებებიან. როგორც ეხა ჩვენ ვიგზენით გურჯაანზე რა დამოკიდებულებას ვიგზენით, ამას ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს რა. გუნდა უკვე დიდი ხანია გაგორებულია და ზვავად გადაიქცევა. და მithქვამს ადრე და გავიმეორებ. ჩვენი დასაცავები გახდებიან მათ შორის ფიზიკური დასაცავები ამ ხელისუფლების რიგი მაღალ ჩინოსნები. ესენი არიან კლასიკური კოლექტიური ზაზა პაპუაშვილები. ლაჩრები ანუ. ჩემთვის დღეიდან ამერიდან ლაჩარი და ზაზა პაპუაშვილი იგივეა. მაგრამ კოლექტიური კრეფცის სახელი არის ამ ხელისუფლების. უკნიდან მოგეპარებიან დაგარტყამენ. კაც ვერ დააპატიმრებენ, თუ კი მართლმსაჯულება აქვს ქვეყანაში. და თუ კი სასამართლოა, თუ კი მოსამართლეა. ეს 1000 პოლიციელი რა საჭირო არის, ხახტო. ეზოში რო არ დააყენებ მოქალაქეს. სასამართლოზე ესეთ რაღაცა გინახავთ? ეხა მოსამართლეები მიიღო ეს გადაწყვეტილება არ გამაგიჟოთ ეს. ბიძინა. ჩვენ იქ რომ მოსამართლეს რაღაცა წაცდენო და სხვა რაღაცა რო ეთქვა, ეგრე ცოცხალი ვერ გამოასწრებდა ხა პოლიციელები ისინი რისთვის იდგნენ გონია ეს სუსის თანამშრომლები. ხო? დამუშავებული, დამარინირებული, ესე დამჟავებული კარგი მოსამართლეები ყავს. მურუსიძეს და ჩინჩალაძეს სასამართლოა და უსამართლოა ყვიროდნენ, ხო ადრე? და მურუსიძეს და ჩინჩალაძეს დააწინაურეს და საერთოდ მართავენ სასამართლო ხელისუფლებას. და რა მოლოდინი უნდა ქონოდა? ეხა აქ არის ერთი ადამიანი მაინც, ვისაც ქონდა მოლოდინი, რომ დათო კირკირაძეს გაათავისუფლებდნენ? ხო? თაყვებ დაუტრიეს ადამიანი და უმსუბუქესი მუხლი წაუყენეს, ის მუხლი, რომელიც წაუყენეს ახალქალაქელ თავდასხმელებს. ხო? ანუ კონცხეში გაგისწორდებიან მე რახან ოპონენტია და ოპონენტს გაუსწორდეთ არანაირი რეაგირება. ახალქალაქში არანაირი რეაგირება, კარგით ეხლა რაზე ვლაპარაკო, დათო კირკირაძე გავს, ზაზა სარალიძე გასო, ყველგამოღადვრით იხვეწება ერთი წელიწადია ჩემი შვილის მკვლელები, სფარველები დააბიჭირეთო და მახაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელი არ დასაჯეს და არც აპირებენ დაჟდა სანამ მართლმსადავეებთან არიან. დაუხრით ეს შვილი საკუთარ ლოგინში. დაუხრით ეს შვილი საკუთარ ლოგინში. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც წარმოიდგინეთ ერთ-ერთ საქმეზე ვინმე პოლიციელი ბაქრაძე გვარად 5 წლის განმავლობაში იყო დევნაში, იმალებოდა რა, გაქცეული იყო თავისი ჯგუფი. ჩამოვიდა და ყველას დაადო ხელი, ეს იყო და ესენი დააჭერია და თუ წავიდა სახლში. გუშინწი. ამიტომ მოდით რა ეხა როგორც არასოდეს გჭირდება მობილიზება, ყველაფერთან ერთად უნდა ვაჯობოთ ჭკუით. და მადლობა გქონდეთ გაცილებით მეტი გვაქვს ვიდრე ზაზა პაპუაშვილებს. ჩვენ აუცილებლად ლოგიკურ დასასრულამდე ამ ბრძოლას მივიყვანთ. შეუძლებელი არის ეს ისტორიული კანონზომიერება კარნახობს ამას. არ არსებობს, ვერ იქნება მართლმსადავეებთან ფარცხალაძე, კუპატაძე,
გახარია, ბესელია, პაპუაშვილი, ვოლსკები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ძასოხობები და ნანა კაკაბაძეები და ხაინდრავები და ნუკრი ქანთარიები პარლამენტში შედა ხალხი, ვინც 90-იან წლებში ჩვეულებრივად აი ადამიანის მოკლა, ხოცვა, ჟღეტვა არაფრად მიაჩნდა ვისაც. და აღიარა ამ ადამიანმა რამდენიმე დღის ერთ-ერთმა რომ 90-იანი წლების ბრუტალურად დაბახასიათებელი ინციდენტი არ მოხდაო, მაგრამ ნუ მოხდაო. კაცი ყავს პარლამენტის წევრად რეჟისორი ვინმე ნუკრი ქანთარია რომელმაც საკუთარი კოლეგა დანით დაჭრა თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ხდომაზე და სცენაზე. ეს ადამიანი გამოდის და თქვენ გაკრიტიკებს. ეს ადამიანი გამოდის და ამბობს რომ მე ვარ კარგი, ხაინდრავა არის კარგი და ჩვენ საერთოდ კარგები ვართ. ამიტომ არც ერთი წამით არ შეჩერდება რა. დათო კირკიდაძე ეხა შიგნიდანაც გააგრძელებს ბრძოლას და ამის თაობაზე მან ისაუბრა. კლასიკური დიქტატურა ალივდება ქვეყანაში. მაგრამ ეს ვერავინ ვერ შეძლო. შეუძლებელია ქართველი კაცი დააკონსერვო და ხმა არ ამოაღებიო. 6 წლის განმავლობაში ამათ ჰქონდათ რაღაცა კეთილსახიერი ნიღაბი და ბევრმა არ იცოდა რა იმალებოდა ამ ნიღბის მიღმა. დღეს ყველამ ვიცით, ხო უბრალოდ. უნდა ვეთამაშოთ პოლიტიკური პრესინგი და პოლიტიკური როგორც აი სპორტსმენები ეთამაშებიან სპორტსმენებს მოწინააღმდეგეს პრესინგს და ამ პრესინგს თამაშობ ბურთს გააგდებიებენ. აი ასე გავაკეთებთ ჩვენ. მე არ ვიცი რა გადააგორებიეთ ამათ გაზაფხულს. მე მართლაც არ ვიცი. არ ვიცი, იმიტომ რომ არ არსებობს გამოსავალი, რომელიც შეიძლება მოძებნოს ბიძინა ივანიშვილმა. ეხლა თუ გამოიყვანს ისევ ხაინდრავებს, ისევ ნუკრი ქანთარიებს და აქციაზე ავტომატებს დაგვიშვებს და დაგხოცავს. ხო ეს მაშინაც ვერ გააკეთდა 90-იან წლებში. და ტყუიებზეც წავალთ. ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვის კი არ ეშინია, ხალხო, ხო ყველა ვიცით. ბიძინა ივანიშვილს ეშინია რომ ფულს აკეთებს, გამიგეთ და ეს ხალხი მოდის და მეუბნება მე მომეციო. ხალხი ამბობს. ანუ პენსია გამიზარდეს სამუშაო ადგილები და არა და იმას მარტო მიაქვს რატო? თან ეშინია ხო? ეშინია და ამბობს რომ თქვენ შეგეშინდეთ. არავის აღარ ეშინია ბიძინა ივანიშვილის. კლასიკური პოლიტიკური პატიმარია არ ეწყინება ჩვენს მეგობრებს, ვინც წლებია უკვე ციხეში არიან ან დევნაში არიან. მაგრამ დათო კირკიდაძე კლასიკური პოლიტიკური პატიმარი და რას გულისხმობ? იმიტომ რომ როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ძალიან მალევე დააპატიმრეს ჩვენი მეგობრები, ხო? უკანონო და საშინელი დარღვევებით, ხო? მაგრამ ხო მათ შორის სამხედროები, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ყველაფერი გადაითარგმნა ისე თითქოს წინა ხელისუფლების დროს მომუშავე რაღაცა საჯარო მოხელეების მიერ ოპოზიციაში მყოფი დემონსტრაციას ვინც ატარებს ერთ-ერთი ორგანიზატორი ცდილობას რომ ახორციელებთ ქალაქიდან ქალაქში და ამ დროს უკანონოდ კამას რო ჩაგიყენებენ და რო ეთქვი რომ გადმოდი ამ მანქანიდან და გამიშვი წინ და შენ დაგიჭერენ. ეს არის კლასიკური პოლიტიკური პატიმარი. არანაირი იქ პოლიციელი არ მჯდარა, ეს იყო ფორმიანი დამნაშავე. ისეთივე დამნაშავე, ფორმიანი პოლიციელი, როგორი დამნაშავე იყო პოლიციის ფორმაში გამოწყობილი, როდესაც მუხთალის თავზე ჩამოაცვეს სტომარა. ამიტომ ყველაფერს ვეცდებით ჩვენ, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ეს ხელისუფლება რა. ჩვენ წინა თაობას ამისთვის არ უბრძოლია ხახტო რომ ეხა ბიძინა ივანიშვილს შევარჩინოთ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი საფუძვლების მოშლა ბოლომდე. უბრალოდ ერთი რამს და დავასრულებ რა. ერთი რამ დაღდა დავინახე, რასაც ცდილობს ეხა ბიძინა ივანიშვილი და ამ პოლიტიკური ფასის გადახდაც კი უწევს, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს. რომ იქნებ მოდი ეხა ვიღაცებს დავიჭერ და იქნებ ისინი სხვები აი 100,000 ამ გაერთიანებულ ოპოზიციის ხარდაჭერი დაშინდეს რომ ამას დავიჭერ, იმას დავიჭერ. ამ პოლიტიკურ ფასსაც იხდის. ამ პოლიტიკურ ფასსაც იხდის. ედო არ შეუძლია სხვა არ დარჩა კარტი გასათამაშებელი. ეხლა ჟურნალისტები ხვალ რომ მიადგებიან პოლიტიკური ხელმძღვანელობას ქართული ოცნებისა, თუ მათ შეწყვიტეს მაგალითად რეპრესიები ოპოზიციური ლიდერების და მხარდაჭერების, რა უნდა უთხრა რა? პირი ხო უნდა დააღონ და რაღაცა ხო უნდა თქვან, ან რეფორმაზე ისაუბრონ, ან კეთილდღეობაზე, არაფერსად ხელი არ ეკებთ.
და ეხლა გადაწყვიტეს რომ ემზარ კვიციანიდან ნანა კაკაბაძეს დარი ხალხის გასახარად დაერიონ ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდაჭერებს, მაგრამ ეს ამოკლებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ვადას, როგორც არასოდეს ხახლოდა ყველანი ამისთვის მზად ვართ. ამ ბრძოლაში მეტი ენერგია მივიღეთ დღეს. მე მაგალითად გაცილე ისედაც არ მაგდა, მაგრამ გაცილებით მეტი мотиваცია და ენერგია გამოვიტანე იმ სხდომათა დარბაზიდან, რომელსაც ყველაფერი ერქვა გარდა სასამართლო სხდომათა დარბაზიდან.